მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ქორუმი გვაქვს, შემოგვიერთებიან სხვა ღონისძიება არის კიდევ წარმომადგენლები. დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი. პირველი არის სიფსახმელთო ტრანსპორტის სააგენტოს 2022-23 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, პერიოდი მოიცავს 22-23 წლებს. გაცემულია 3 რეკომენდაცია. მეორე არის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 22-23 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, პერიოდი მოიცავს 22-23 წლებს. გაცემულია 11 რეკომენდაცია. ტრადიციულად მოგახსენებთ დამსწრე საზოგადოებას, რომ გაგვიადილდეს მუშაობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე. ბატონი თორნიკე შერმადინი, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი გიორგი ჭილოკავა, მთავარი აუდიტორი. ბატონი მირიან შარიქაძე, უფროსი აუდიტორი და ბატონი გიორგი სულაძე, აუდიტორი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ქალბატონი ინგა ფხალაძე, მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ იოსელიანი, მინისტრის მოადგილე, ბატონი ბაკურ მიქაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ქალბატონი ეკატერინე სისაური, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მზექალა გაზდელიანი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი მარგალიტა არაბიძე, სამინისტროს ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი დავით ღონღაძე, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი გიორგი კალანდაძე, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ქალბატონი თამარ გურგენიძე, სამინისტროს წარმომადგენელი. კოლეგებო, ტრადიციულად, როგორც იცით, თუ გვესწრება ისეთი ხალხი, ვინც აპირულად არის დღეს, მათთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში მიდის. ჩვენ ვიხილავთ აუდიტის გამოცემულ ყველა ანგარიშს, რამდენიც არის გამოცემული და ჩვენი მიზანი არ არის სხვა საკითხები, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი გაცემული რეკომენდაციები როგორ სრულდება და როგორია ამ რეკომენდაციების შესრულება და თუ არის რაიმე სადავო საკითხი აუდიტსა და სამინისტროს შორის, რომ აქ განვიხილოთ და გადავწყვიტოთ, როგორც წესი, აუდიტის რეკომენდაციები ყოველთვის სწორი არის ხოლმე ტრადიციულად. დანარჩენი პირველი თუ შესავალი სიტყვა არ გნებავთ, მოусმენთ აუდიტის სამსახურს, მათ რეკომენდაციებს და შემდეგ პასუხები განსაკუთრებით იმ ნაწილში გვაინტერესებს, როგორ სრულდება და რა ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ქალბატონო სოფიო, ვინ იქნება მოხსენებელი? მოგესალმებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს აუდიტის მიგნებებს და რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ თორნიკე შერმადინი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს. აუდიტი ეხებოდა 2022-2023 წლებს, გაცემულია სულ 3 რეკომენდაცია. აუდიტის ძირითადი მიმართულებები იყო მრავალჯერადი ნებართვები, საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო ნებართვები, ECMT კონკურსები, ნებართვების მართვის და გაცემის პოლიტიკა. კომისიის სხდომის ოქმებში არ დოკუმენტირდებოდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ECMT ნებართვების მისაღებად ჩატარებულ კონკურსებში ნებართვები მიიღეს კომპანიებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა ავტომობილების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისიანობის სერტიფიკატები, მენეჯერისა და მძღოლების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობები და მათი არსებობა დასტურდებოდა სააგენტოს სამსახურების მიერ წინა პერიოდის კონკურსების დანართებსა და ელექტრონულ ბაზებში მოძიების შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები ნებართვის მაძიებლებს ეთვლებოდა წარმოდგენილად, რაც არ არის დოკუმენტირების საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ნებართვების მაძიებლებმა სააგენტოში წარადგინეს არავალიდური სანოტარო აქტები. სააგენტოში არ არის დანერგილი სრულყოფილი პრევენციული კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი სანოტარო აქტების ნამდვილობის გადამოწმებას.
რაც შეეხება ნებართვების გაცემის პროცესის საჯაროობას, სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების და სახეობების მიხედვით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აღნიშნულის გამო შესაძლოა ნებართვის მაძიებლები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში და დროულად ვერ მიიღონ სასურველი რაოდენობის ნებართვები. ამასთანავე ხელმისაწვდომი ნებართვების შესახებ დეტალური ინფორმაციის არ ქონა, შეიძლება ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდეს გადამზიდი კომპანიებისთვის დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური აქტივობა. მესამე ქვეყნების ნებართვების გაცემის პროცესთან დაკავშირებით სააგენტომ დაინტერესებულ პირებს დაუწესა ბარიერები, რითაც კომპანიებისთვის შეიზღუდა ნებართვების ხელმისაწვდომობა. სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ნებართვის მაძიებლები ვალდებულნი არიან გაწევრიანდნენ ასოციაციებში, რათა შეძლონ სასურველი ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენა. გარდა ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვებისა, კომპანიებს დამატებით წარმოეშვათ ფინანსური ვალდებულებები ასოციაციის საწევრო გადასახადის სახით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება სააგენტოს მიერ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერების დაწესების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. გაცემულია 3 რეკომენდაცია. ECMT ნებართვების გაცემის პროცესში ინფორმაციის სრულყოფილად ასახვის მიზნით კომისიის სხდომის ოქმებში დადოკუმენტირდეს თითოეული ისეთი შემთხვევა, როდესაც ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოუდგენელი დოკუმენტაციის მოძიება და არსებობის დადასტურება განხორციელდა სააგენტოს სამსახურების მიერ წინა პერიოდის კონკურსის დანართებსა და ელექტრონულ ბაზებში. რეკომენდაცია ნომერი 2. ნებართვების გაცემის პროცესში ყველა დაინტერესებული პირის ინტერესების დასვის მიზნით სააგენტომ შეიმუშაოს ნებართვების გაცემის ერთიანი პოლიტიკა, ასევე გასაცემი ნებართვების მიმდინარე ნაშთების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ქვეყნების და სახეობების მითითებით გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. და რეკომენდაცია ნომერი 3. მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სიბ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში შეტანილი იქნეს ცვლილება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ყველა დაინტერესებული პირის მიერ ნებართვის მიღება ასოციაციის წევრობის გარეშე. დღეს მდგომარეობით 3 რეკომენდაცია სააგენტოს შესრულებული აქვს. შესრულებული აქვს. დიახ. კოლეგებს რომ უთხრა ხელმძღვანელობა შეცვლილი არის სააგენტოში, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მოვუსვინოთ, რომ თვითონ გითხრან შესრულებული არ არის შესრულებული. მე მგონი ქალბატონი თამარ ბატონო, მოგესალმებით. მივესალმებით ამ საზოგადოებას, მადლობას მოვახსენებთ. გნებავთ თქვენ გაგვეცთ პასუხი, თუ გნებავთ თუ გახლავთ ვინმე? კი ბატონო, მე მოკლედ და თუ დეტალურად გვექნება კითხვები თუ იქნება, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ბატონი ბაკური გასცემს პასუხებს. მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განხორციელებული აუდიტისთვის, შესაბამისად მიგნებებისთვის და იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც ნამდვილად ძალიან დაგვეხმარა ჩვენ ასე ვთქვათ იმ პროცესში იმისათვის, რომ დაგვერეგულირებინა სიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მიმდინარე პროცესები, რაც შეეხება რეკომენდაციებს, სრულად გათვალისწინებული და უკვე შესრულებულია და მოკლედ მოგახსენებთ. რაც შეეხება პირველ რეკომენდაციას, ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტების გაცემის პროცესში ინფორმაციის სრულყოფილად ასახვის მიზნით, სიბ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის ნომერ 51 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილებები და დეტალურად დარეგულირდა გადამზიდველების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სანებართვო დოკუმენტების გაცემის პირობებისა და ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების გამოყენების წესი. აღნიშნული რეგულირების შედეგად კომისიის სხდომის ოქმის ტექსტში აისახა ელექტრონული ბაზების გამოყენების თავისებურებები, ხოლო ოქმის დანარჩი წარმოდგენილია გადამზიდველის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ეს რაც შეეხებოდა პირველ რეკომენდაციას. მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 28 იანვრის 54 ბრძანებით შემუშავებულია საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა გადაზიდვების სანებართვო დოკუმენტების გაცემის მის გაცემაზე უარის შეჩერების შეცვლისა და გაუქმების წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად არეგულირებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის და სამგზავრო გადაყვანის ყველა ნებართვის გაცემის პირობებს, რაც ყველა გადამზიდავისთვის ერთნაირია და გარდა ამისა სააგენტომ დაიწყო პერიოდულად აღნიშნული ნებართვების ნაშთების გამოქვეყნება და ყველასთვის აღნიშნული უკვე ხელმისაწვდომია და შესაბამისად ყველას აქვს იმის საშუალება, რომ გაეცნოს ამ ინფორმაციას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, ეს შეეხებოდა მესამე ქვეყნების და ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასე ვთქვათ, მიზანს და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ფუნქცია სრულად დაუბრუნდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, შესაბამისად აღნიშნული ფუნქცია ასოციაციებთან აღარ არის და შესაბამისად უკვე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალე აღნიშნული პროცესი და ჩვენ უკვე დავიწყეთ თებერვალში ახალი გაცემები, შესაბამისად მეორე ეტაპზე ვართ უკვე. მადლობას მოგახსენებთ და ბაკურს ვთხოვთ თუ რამე აქვს დასამატებელი დაამატოს. შეკითხვები ხომ არ არის? მე მაქვს ასეთი შეკითხვა, იქ ასოციაციებთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ არის, მაგრამ მიგნება აქვთ. და რა ხდება მასთან დაკავშირებით? ცოტა რაღაც ცუდ იმას ტოვებს, რომ რუსეთთან დაკავშირებით არის მე მგონი მარტო რომ ასოციაცია არის შექმნილი და მხოლოდ მათ წევრებს შეუძლიათ რომ იქ გადაზიდვებში მიიღონ მონაწილეობა. ეს ისევ არის თუ არა, ბატონო კივი, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მესამე რეკომენდაცია და შესაბამისად ჩვენ მიმდინარე წლის იანვრიდან ასოციაციებთან შეთანხმებით და შესაბამისად უკვე მათი ინფორმირების გზით მოვახდინეთ აღნიშნულის ინიცირება. შესაბამისად აღნიშნული ფუნქცია დაუბრუნდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ასოციაციები აღარ გასცემენ ნებართვებს. კარგით, მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული ანგარიში იყო, რადგან ყველაფერი შესრულდა, ჩვენ ალბათ რაიმე პრეტენზია არ აქვს და წარმატებას გისურვებთ. მადლობა. გადავდივართ მეორე საკითხზე. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 22-23 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. როგორც ვთქვით, ეს არის 11 რეკომენდაცია და მოიცავს 22-23 წლებს. ქალბატონო სოფიო, ვინ იქნება მოხსნებელი? პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიშვილი. მადლობთ. გიორგი, გთხოვთ. მადლობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2022-23 წლებში განხორციელებული საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში გაიცა 11 რეკომენდაცია და აღსანიშნავია, რომ 9-ს უკვე შესრულებული სტატუსი აქვს, 2-ია მხოლოდ მიმდინარე სტატუსის რეკომენდაცია. ყურადღებას პრეზენტაციაში გავამახვილებთ მხოლოდ იმ მიგნებებზე, რომელიც უკავშირდება რეკომენდაციებთან დაკავშირებულია, თუმცა იყო სხვა მიგნებებიც, იმიტომ რომ საკმაოდ ფართო სპექტრი მოვიცავით კორპორაციის საქმიანობის. კორპორაციის ზოგადი ინფორმაცია და რო ვთქვათ, ესე იგი საქმიანობის სფერო არის ქვეყნის გაზმომარაგების უსაფრთხოების და სოციალური გაზის სექტორისთვის ბუნებრივი გაზის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ბაქოს უბსის ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირება და ნავთობისა და გაზის ძებნაძიების მოპოვების სფეროში ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების შესრულება. კომპანიის მოგება 2023 წელს იყო 582,000 ლარი, ხოლო 2022 წელს დაასრულა ზარალით 12,760,000-ით. გადავიდეთ კონკრეტულ მიგნებებზე. პირველი მიგნება უკავშირდება პარტნიორთან შეთანხმებამდე გაწეული ხარჯებს. მიუხედავად ბიზნეს გეგმით დამტკიცებული ბიუჯეტისა და განსაზღვრული ხარჯების სრული მოცულობებისა, 22-23 წლებში ხარჯების რიგ კატეგორიებთან მიმართებით გამოვლინდა გადაჭარბებული ხარჯვა. თუმცა წლის განმავლობაში ხარჯების გადაჭარბებამდე არ განხორციელებულა ბიუჯეტის სათანადო კორექტირება, საპროგნოზო ფინანსური შედეგების დაზუსტება და პარტნიორთან შეთანხმება. 22-23 წლებში ბიზნეს გეგმები დაზუსტდა და პარტნიორთან შეთანხმდა საანგარიშგებო წლის ბოლოს. შემდეგი მიგნება უკავშირდება ინვენტარიზაციის პროცესს. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინვენტარიზაციის ინსტრუქცია წარმოადგენს საჯარო სექტორში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს. კორპორაციაში ჩატარებული ინვენტარიზაციები სრულად არ შეესაბამებოდა ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც წარმოშობს აქტივების არსებობის, დადასტურების და არაუფლებამოსილი განკარგვის და დატაცების რისკებს.
შემდეგი მიგნება უკავშირდება თანამშრომელთა ნამუშევარი დროის კონტროლს. კორპორაციის 61 თანამშრომელს ისე ჰქონდა გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, რომ ამ პერიოდში არ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი, არა ანაზღაურებადი შვებულები და არც საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ საზღვრის კვეთიდან გაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, არასაპატიო მიზეზით გაცნენილ დღეებზე დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ 139,723 ლარი შეადგინა. კორპორაციაში არ იყო დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების აღრიცხვისა და ანაზღაურების მიზნით და არსებობს რისკი, რომ თანამშრომლებზე არასაპატიო მიზეზით გაცნენილ სამუშაო დღეებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება და არ არის გამოყენებული შრომის განაწესით განსაზღვრული დისციპლინური ზომები. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით შესაბამისი რეკომენდაციები. ნომერ პირველი რეკომენდაცია წესდებით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით კორპორაციამ უზრუნველყოს შესათანხმებელი ბიზნეს გეგმების ბიუჯეტის ეკონომიკის სამინისტროსთვის სამეურნეო წლის დაწყებამდე დროული წარდგენა, ბიზნეს გეგმაში გასაწევი ხარჯების სრულყოფილად დასაბუთებული დაგეგმვა და დეტალური ჩაშლა. ასევე შეიმუშაოს პროცედურები, რომელთა მიხედვით განხორციელდება ხარჯების მიმდინარე მონიტორინგი და ფაქტობრივი გადაჭარბების შემთხვევაში უზრუნველყოს ხარჯებისა და ფინანსური შედეგების გადაანგარიშება, სათანადო დასაბუთება და პარტნიორთან შეთანხმება. ნომერი მეორე რეკომენდაცია. ინვენტარიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელების მიზნით რეკომენდებულია კორპორაციამ შეიმუშაოს ინვენტარიზაციის ჩატარების შიდა წესი და ინვენტარიზაციის ჩატარების წესის კარგი პრაქტიკის მაგალითად შესაძლებლობის ფარგლებში იხელმძღვანელოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ნომერი მესამე რეკომენდაცია. კორპორაციამ თანამშრომელთა მიერ სამუშაოზე გამოუცხადებლობის და არასაპატიოდ გაცდენების პრევენციის მიზნით იდენტიფიცირებულ თანამშრომლებზე გაატაროს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე შრომის განაწესში განსაზღვროს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის დადასტურებაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, საფინანსო სამსახურისათვის აღნიშნული მონაცემების მიწოდების და შრომის ანაზღაურების გაცემის საფუძვლად აღნიშნული მონაცემების გამოყენების საკითხები. ქალბატონო ინგა, ვინ უპასუხებს ამ? კი, მოგესალმებით, მე უპასუხებ. ისა ჩვენ საუბარი გვაქვს ამ წუთში 3 რეკომენდაციაზე და ნელ-ნელა მივყვეთ ყველა. კი ბატონო, გავიაროთ პირველი 3 რეკომენდაცია და ჩვენი რეკომენდაციების განხორციელების სტატუსს მოგახსენებთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავხადო მეც აუდიტის სამსახურს და შევეცდები რომ მაქსიმალურად ამომწურავად მოგაწოდოთ ინფორმაცია. კითხვების შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ დასაწყისიდან, წარმოდგენილი არის კორპორაციის მენეჯმენტი და შეგვიძლია მათ ვკითხოთ დეტალებზე პასუხები. პირველ რეკომენდაციაზე რომელიც გულისხმობს, რომ წესდებით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით კორპორაციამ უზრუნველყოს შესათანხმებელი ბიზნეს გეგმების ბიუჯეტის ეკონომიკის სამინისტროსათვის სამეურნეო წლის დაწყებამდე დროული წარდგენა, ბიზნეს გეგმაში გასაწევი ხარჯების სრულყოფილად დასაბუთებული დაგეგმვა და დეტალური ჩაშლა. ასევე შეიმუშაოს სისტემა პროცედურები, რომელთა მიხედვით განხორციელდება ხარჯების მიმდინარე მონიტორინგი და ფაქტობრივი გადაჭარბების შემთხვევაში უზრუნველყოს ხარჯების და ფინანსური შედეგების გადაანგარიშება, სათანადო დასაბუთება და პარტნიორთა შეთანხმება. რაც შეეხება დღევანდელ სტატუსს, განხორციელებული აქტივობები. 2025 წლის აპრილიდან კორპორაციის აქციონერების უფლებამოსილებებს ახორციელებს SIP საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების მიერ წლიური ბიზნეს გეგმების შემუშავებასთან, განხილვასთან და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად რეგულირდება სააგენტოს 2025 წლის 6 აგვისტოს ნომერი 1 წილადი 1.44.35 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების თანახმად სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულმა საწარმოებმა სააგენტოს თავიანთი ბიზნეს გეგმების პროექტები საანგარიშო წლის წინა წლის 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ანუ კორპორაციის რომ ჩავშალოთ 2026 წლის ბიზნეს გეგმის პროექტი სააგენტოს 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარედგინოს. თავის მხრივ სააგენტოში ბიზნეს გეგმის პროექტების წარდგენამდე კორპორაციის 2026 წლის ბიზნეს გეგმის პროექტი თავდაპირველად კორპორაციის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს, შემდეგ კი კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭომ და მხოლოდ აღნიშნული შემდეგ უნდა წარედგინოს ბიზნეს გეგმის პროექტი დასამტკიცებლად
მისამართლად სააგენტოს. კორპორაცია დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მომავალი წლის ისევე როგორც მომდევნო წლების ბიზნეს გეგმის პროექტს, რომელიც შედგენილი იქნება სათანადო კრიტერიუმების მოთხოვნების გათვალისწინებით. შემუშავებას და მათ განსახორციელებლად დასამტკიცებლად წარდგენას კორპორაციის მართვის ორგანოებისათვის. ამავდროულად კორპორაციის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კორპორაციის კორექტირებული დებულება, რომლის მიხედვითაც კორპორაციის დამტკიცებული ბიზნეს გეგმის საფუძველზე გასაწევი ხარჯების მიმდინარე მონიტორინგი და ბიზნეს გეგმით გათვალისწინებულ ხარჯებზე გადაჭარბების საჭიროების აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლო მოკლე ვადებში ბიზნეს გეგმის კორექტირებული პროექტის შემუშავება დაეკისრა კორპორაციის ფინანსურ დეპარტამენტს. აქვე აღნიშნავთ, რომ სააგენტოს 2025 წლის 6 აგვისტოს ნომერი 1 წილადი 1.44-35 ბრძანება ითვალისწინებს აგრეთვე საპროგნოზო წლის 6 თვის შედეგების თაობაზე სააგენტოში სათანადო ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას. მითითებული მოთხოვნის შესაბამისად კორპორაციამ შესაბამისი ინფორმაცია დოკუმენტაცია სააგენტოში უკვე წარადგინა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ აღწერილი ღონისძიებების შედეგად უზრუნველყოფილ იქნა რეკომენდაციის, ანუ სამიზნე შედეგის ჯეროვნად შესრულება მიღწევა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და დადასტურებულია. თუ კითხვები არ გაქვთ, მეორე ასე ვთქვათ რეკომენდაციაზე გადავა. მეორე რეკომენდაცია გახლავთ ინვენტარიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით რეკომენდირებულია კორპორაციამ შეიმუშაოს ინვენტარიზაციის ჩატარების შიდა წესი და ინვენტარიზაციის ჩატარების წესის კარგი პრაქტიკის მაგალითად შესაძლებლობის ფარგლებში იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მოგახსენებთ სტატუსს განხორციელებულ აქტივობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად კორპორაციის ქონების მართვის დეპარტამენტმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ნომერი 364 ბრძანების საფუძველზე შეიმუშავა კორპორაციის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესის პროექტი. კორპორაციის დირექტორთა საბჭოს 2025 წლის 10 ნოემბრის ნომერი 45 დადგენილებით დამტკიცდა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ასევე ატვირთული გახლავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და დადასტურებულია. ანუ ესეც შესრულებულია. გადავალ მესამე რეკომენდაციაზე. კორპორაციამ თანამშრომელთა მიერ სამუშაოზე გამოუცხადებლობის და არასაპატიო გაცდენების პრევენციის მიზნით იდენტიფიცირებულ თანამშრომლებზე გაატაროს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე შრომის შინაგანაწესში განსაზღვროს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის დადასტურებაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, საფინანსო სამსახურისთვის აღნიშნული მონაცემების მიწოდების და შრომის ანაზღაურების გაცემის საფუძვლად აღნიშნული მონაცემების გამოყენების საკითხები. მოგახსენებთ, რომ ესეც განხორციელებული გახლავთ, ესეც ასე ვთქვათ შესრულებული გახლავთ, ახლა მოგახსენებთ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. რეკომენდაციის საფუძველზე კორპორაციამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაამკაცრა თანამშრომელთა მხრიდან სამსახურში დროულად გამოუცხადებლობაზე კონტროლი. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მომზადდა რამდენიმე ბრძანების პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია შესაბამისი თანამშრომლების მიმართ კორპორაციის შინაგანაწესით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება. აქვე აღნიშნავთ, რომ ამ დროისათვის კორპორაციაში თანამშრომელთა გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დროის აღრიცხვა წარმოებს ეგრეთ წოდებული ტურნიკეტების გამოყენებით, ანუ მეშვეობით. ტურნიკეტების მონაცემების შესწავლა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა კი კორპორაციის დებულების მიხედვით კორპორაციის კონტროლის სამსახურის უფლებამოვალებას მიეკუთვნება. ამავდროულად თანამშრომელთა გამოცხადებლობის კონტროლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ავტომატურ რეჟიმში დარეგულირების უზრუნველსაყოფად კორპორაციამ შეისყიდა სათანადო პროგრამა Self HR, რომელიც უკვე დაინერგა მიმდინარე წელს. მისი მეშვეობით ხორციელდება სამუშაო დროის აღრიცხვა და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ანაზღაურების გაცემა. აღნიშნულ საკითხები სრულად დარეგულირდა კორპორაციის შინაგანაწესით. რეკომენდაციის შესრულების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია ამ დროისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხილვის ეტაპზეა. მადლობთ. შეკითხვები ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით.
კარგი, ბატონო გიორგი, გადავიდეთ შემდეგ რეკომენდაციებს. მადლობა. შემდეგი საკითხი ეხება პრემიების დასაბუთებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს. კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად 2022-2023 წლებში 7.194.000 ლარის ოდენობის გაცემული პრემია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წესის ხარვეზები, ასევე კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნის დაუცველად პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემულია 725.000 ლარის პრემია. 2023 წელს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წილის მმართველთან შეთანხმების საკითხი არ რეგულირდებოდა და აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 945.706 ლარი. შტატგარეშე თანამშრომელთა შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება შემდეგი ნაკლოვანება. 2022 წელს 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დადოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაც ქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს. თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ნაკლოვანებებია შემდეგი მიგნება. დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებზე განსაზღვრული იყო განსხვავებული სახელმწიფო განაკვეთები, მაშინ როდესაც შესასრულებელი სამუშაოები იყო იდენტური. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით შესაბამისი რეკომენდაციები. კორპორაციამ თანამშრომელთა წახალისების გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების მიზნით იმსჯელოს კორპორაციაში შეფასების სისტემის დანერგვაზე და შრომის შინაგანაწესში გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით გამოყენებული იქნება თანამშრომელთა წახალისების ფორმები. ნომერი მე-5 რეკომენდაცია მენეჯმენტის პრემირების სამართლიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად კორპორაციამ შეიმუშაოს პრემირების შესაბამისი წესი, რომელიც განსაზღვრავს პრემიის გაცემის საფუძვლებისა და ოდენობის დადგენის ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს და პრემიის გაცემას კორპორატიული მართვის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ნომერი მე-6 რეკომენდაცია შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ შრომის შინაგანაწესში განსაზღვროს შტატგარეშე თანამშრომელთა კატეგორიები, რომლებზეც მოთხოვნილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების დოკუმენტური დადასტურება. ნომერი მე-7 რეკომენდაცია გამჭვირვალე და სამართლიანი შრომის ანაზღაურების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ შეიმუშაოს თითოეული პოზიციისათვის დეტალური სამუშაო აღწერილობები, სადაც მოცემული იქნება შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენის ობიექტური და დასაბუთებული კრიტერიუმები. მადლობა. მადლობთ, გთხოვთ გალოდონიკ. და შემდეგ შეკითხვები თუ იქნება ჯეროს. რეკომენდაცია ნომერი 4. კორპორაციამ თანამშრომელთა წახალისების გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების მიზნით იმსჯელოს კორპორაციაში შეფასების სისტემის დანერგვაზე და შრომის შინაგანაწესში გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით გამოყენებული იქნება თანამშრომელთა წახალისების ფორმები. განხორციელებული აქტივობები კორპორაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები კორპორაციის თანამშრომლების პრემირებასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა პრემირების წესი, რომელიც დამტკიცებულ იქნა კორპორაციის დირექტორთა საბჭოს 2025 წლის 29 დეკემბრის ნომერ 57 დადგენილებით, რომლითაც დეტალურად დარეგულირდა პრემირებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის პრემირების ზოგადი საფუძვლები და წინაპირობები. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და დადასტურებული გახლავთ. რეკომენდაცია ნომერი 5. მენეჯმენტის პრემირების სამართლიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად კორპორაციამ შეიმუშაოს პრემირების შესაბამისი წესი, რომელიც განსაზღვრავს პრემიის გაცემის საფუძვლებისა და ოდენობის დადგენის ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს და პრემიის გაცემას კორპორატიული მართვის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოგახსენებთ, რომ კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც აუდიტის სამსახურთან შეთანხმებით მიჩნეულ იქნა კომპეტენტურ ორგანოდ, კორპორაციის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების დირექტორების პრემირებასთან დაკავშირებით მოახდინა სათანადო წესის დამტკიცება სამეთვალყურეო საბჭოს 2025 წლის 30 დეკემბრის ნომერ მე-17 საოქმო გადაწყვეტილებით, რომლითაც დეტალურად დარეგულირდა პრემირებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული დამადასტურებელი დოკუმენტაცია ასევე ატვირთული გახლავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და გახლავთ დადასტურებული. გადავიდეთ მე-6 რეკომენდაციაზე.
რომელიც ეხება შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ შრომის შინაგან ნაწილში განსაზღვროს შტატგარეშე თანამშრომელთა კატეგორიები, რომლებზეც მოთხოვნილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების დოკუმენტური დადასტურება. მოგახსენებთ, რომ რეკომენდაციასთან დაკავშირებული მიზნებისთვის კორპორაციაში დასაქმებული მომავალში დასასაქმებელი ეგრეთ წოდებული შტატგარეშე თანამშრომლები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველი გახლავთ შტატგარეშე თანამშრომლები, რომლებიც საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების, ეგრეთ წოდებული შტატიანი თანამშრომლების ანალოგიურად ფაქტიურად ყოველდღიურ უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. და მეორე, ეს გახლავთ შტატგარეშე თანამშრომლები, რომლებთანაც შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას კორპორაცია ახდენს სათანადო კონკრეტული საჭიროებების არსებობისას. შტატგარეშე თანამშრომლების პირობითად პირველ შემთხვევას კატეგორიას მიეკუთვნებიან სხვადასხვა ობიექტების, მაგალითად, გორის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე კორპორაციის კუთვნილი მილსადენების დაცვის თანამშრომლები, შემომვლელები, ასევე რომელთა მოვალეობას წარმოადგენს კორპორაციის კუთვნილ უმოქმედო მილსადენზე ზედამხედველობის განხორციელება. კორპორაციის დაკვეთით მიმდინარე ან უშუალოდ კორპორაციის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველები, მძღოლები, შემდუღებლების დამხმარეები, მუშები, ექსკავატორების ოპერატორები, მექანიკოსები, ინჟინრები, დარაჯები, დამლაგებლები, კონსულტანტები, ექსპერტები, სპეციალისტები სხვადასხვა საკითხებში, აგრეთვე მე-12 და მე-7 სალიცენზიო ფართობზე ნავთობის და გაზის ოპერაციების განხორციელების მიზნით აყვანილი თანამშრომლები. მითითებული თანამშრომლები, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და მათსა და კორპორაციას შორის არსებული შრომითი ურთიერთობების სპეციფიკა ფაქტიურად არ განსხვავდება კორპორაციისა და შტატიან თანამშრომლებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობებისაგან. შესაბამისად, აღნიშნულ თანამშრომლებთან მიმართებით ჩვენი პოზიციით არ არსებობს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტური დადასტურების საჭიროება. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლების პირობითად მეორე კატეგორიას, კორპორაცია სხვადასხვა ამოცანების გადასაჭრელად, ძირითადად გარემოზე ზემოქმედების შეფასების და მშენებლობის ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად პერიოდულად წარმოეშვება სხვადასხვა სპეციალობის თანამშრომლებთან, მაგალითად სოციოლოგებთან, არქეოლოგებთან, ზოოლოგებთან, ნარჩენების მართვის სპეციალისტებთან, ნიადაგმცოდნეებთან, იქთიოლოგებთან, ბოტანიკოსებთან, ძეგლთა დაცვის სპეციალისტებთან, ატმოსფერული ჰაერის სპეციალისტებთან და ასე შემდეგ. მოკლებადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება. მოცემულ შემთხვევაში კორპორაციის მიერ დაქირავებულ თანამშრომელს მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება კონკრეტული დავალება, სამუშაო და შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებაც ჯერონად შესრულებულად თანამშრომელს მხოლოდ ხსენებული ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ ჩაეთვლება. მსგავს შემთხვევებთან მიმართებაში შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით კორპორაცია შესაბამის თანამშრომლებთან მოახდენს სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების, მაგალითად, მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებას. ამასთან სათანადო რეგულაცია შემოღებული იქნა აგრეთვე კორპორაციის შიდა კორპორატიული დოკუმენტით. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ასევე ატვირთული გახლავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და დადასტურებულია. გადავიდე მე-7 რეკომენდაციაზეც. გამჭვირვალე და სამართლიანი შრომის ანაზღაურების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ შეიმუშაოს თითოეული პოზიციისათვის დეტალური სამუშაო აღწერილობები, სადაც მოცემული იქნება შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენის ობიექტური და დასაბუთებული კრიტერიუმები. მოგახსენებთ, რომ კორპორაციის დირექტორთა საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე 2025 წლის 4 აგვისტოდან კორპორაციაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს დასრულდა. რეორგანიზაციის ფარგლებში კორპორაციაში სხვადასხვა სახის საშტატო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის კორპორაციის თანამშრომლების დეტალური სამუშაო აღწერილობების კორექტირების თვალსაზრისით. ამავდროულად რეკომენდაციის საფუძველზე კორპორაცია ეტაპობრივად განახორციელებს ასევე იმ თანამშრომლების დეტალური სამუშაოს აღწერილობის ცვლილებებს, რომელთათვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთი ერთმანეთისაგან განსხვავდება და ამავდროულად უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შეიცვალა ასევე მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობის მიმართულებები და მოცულობა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გახლავთ ატვირთული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და ასევე გახლავთ დადასტურებული. მადლობთ, შეკითხვები. ბატონო ბეჟან, გთხოვთ.
მოგესალმებით. პირველი რაც მინდა ვკითხო, აქ ბრძანდება თუ არა ეს ხელმძღვანელი, ვისაც სადაც ჩატარდა ამ პერიოდის აუდიტი. მეორე აუდიტს მინდა ვკითხოთ, რომ თუ გაქვთ ინფორმაცია აი ამ პერიოდისათვის რა იყო მისი ფინანსური შედეგი ამ კორპორაციის, თუ გაქვთ გამეცეთ პასუხი და მინდა მიმართო ამ ორგანიზაციის ალბათ თანამშრომლები იქ არიან. ეკონომიკის სამინისტროს ყველაფერია გაკეთებული დებულება, მოცემული აქვს ყველაფერი და გადმოგზავნილი აქვს. კი, მაგრამ ეხლა რომ შენიშვნები წერია, თუნდაც ხელფასების გაცემაზე. თუ ადამიანი ხარ, თუ თანამშრომელი არ დადეს სამსახურში ხელფას პარლამენტში ჩვენ არჩეული დეპუტატები ვართ და ერთი დღეს რო გააცნოთ, ავტომატურად გეჭრება ხელფასი. მერე 7 მილიონი ლარზე მეტია გაცემული პრემია, რომელიც ფაქტიურად ამას რა თუნდა აუდიტი ახლა აუდიტმა რომ არ მიგითითოს თანამშრომელმა არ უნდა იცოდეს და ამ ბუღალტერმა რომ ან ეკონომისტმა ან დირექტორმა რომ პრემიას თუ ცემ მას უნდა სათანადო დადასტურებ ახლა ბოდიში და უპრაგონოთ ყო შეიძლება პრემია მიცე იმას ვისაც შენ ჩათვლი საჭირო 7 მილიონზეა რა საუბარი და მკითხე ფინანსური შედეგი რა აქ ამას მეტი და სერიოზულად გადასახედია რა ჩვენ ვიღებთ აქ ვიხილავთ აუდიტის შენიშვნები კი არა ფაქტიურად ეს დანაშაულია უმრავლეს შემთხვევაში და არ ვიცი რა ეს ნამდვილად არ შეიძლება ესეთი ელემენტარული აუდიტის სამსახურის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარება ეს ელემენტარული პირობაა ერთ-ერთი მთავარი პირობა აღრიცხვაზე იქ ვაღარ ვლაპარაკობთ თუ არ ვიცი ჩემოსა რა გვაქვს ქონება რა გვაქვს ვალი აქ როგორ ამ ბალანსი როგორ გამოყავდათ საერთოდ როგორ ხელმძღვანელობთ მე არ ვიცი და ამაზე თუ ძალიან თხოვნა მაქვს რომ ცოტა დეტალური გაგვიშიფრეთ ეს როგორ გეკეთება და რატომ გაკეთდა ასე კი ერთი რომ გაკეთდა რატომ გაკეთდა სად არის ეს ხალხი და აწი კი ბატონო მივიღეთ დადგენილება ვაკონტროლებ და კონტროლის მექანიზმი როგორ იქნება მოწყობილი ეს მაინტერესებს რომ აქამდე არ მივიდეს საქმე სანამ აუდიტი არ შემოვა და ამას არ აღმოაჩენს მანამდე შიდა აუდიტი არ არსებობდა ამ ორგანიზაციაში არ იხილავდა ეს ან კიდევ სამეთვალყურო საბჭოა ხო იყო ამ ორგანიზაციას ყავდა ნუ ეს დეტალები უფრო ესე ზერელეთ ვერ მივიღებთ ამ იმას რა ასეთი ბატონო გიორგი თქვენ კითხვით თავიდან მაგრამ მაინც ფინანსურ შედეგებზე ბრძანეთ და მე ფინანსურ შედეგებსაც რაღაცას და შემდეგ ქალბატონი ზოგად ინფორმაციაში ვთქვით, ესე იგი 2022 წელს ჰქონდა 12 მილიონი ზარალი, თუ ზუსტად მახსოვს, დიახ, 12 მილიონი 760 ზარალი და 2023 წელს მოგება ქონდა 582,000. სანამ ქალბატონი ინგან თანხმლები პირები გაცემდნენ პასუხს, მე მინდა რომ ბატონო ბეჟან მეც გეთანხმებით საკმაოდ რთული ანგარიში არის დასამალია რომ რაღაც ნაწილები პროკურატურაში არის გადაგზავნილი, მაგრამ მე აქვე მინდა ვთქვა რომ ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერმაც გააკეთა განცხადება გახსოვთ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ კორპორაციაზე რომ იქ მოხდა მთლიანად განახლება, ახალი თანამდებობის პირები არიან მინისტრის მოადგილეც ვინც კურირებს თვითონ ხელმძღვანელიც კორპორაციის და ძალიან ბევრი ხალხი იქნა გაშვებული რომლებიც პრაქტიკულად არ მუშაობდნენ ასე ვთქვათ თუ ცუდად მუშაობდნენ და ახალი და ეხლა ქალბატონო ინგამ რაც წაიკითხა ზუსტად ის ახალი გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი რომ ეს გაჩასახდეს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის დავიწყებულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს საკითხი როგორც აუდიტმა გითხრა პროკურატურაში არის გადაცემული და დანარჩენ სამართლებრივი კუთხით ისინი განსაზღვრავენ. ქალბატონო ინგა თუ გნებავთ რამის დამატება გთხოვთ. ბატონო ბეჟან, მადლობა კითხვებისთვის. უკვე ბატონ პატამ ის თქვა რის თქმასაც მე ვაპირებდი. მოხდა მთლიანად განახლება მენეჯმენტის, რასაკვირველია ამან გამოიწვია ის, რომ ჩატარდა ოპტიმიზაცია, მსგავსი ტიპის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება მოხდა და როგორც მოგახსენეთ ჩვენს ესე იგი სტატუსებში, რეკომენდაციებზე, პრაქტიკულად უკვე ყველაფერი დავნერგეთ, ანუ ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ, რომელიც ამ ყველაფრის ესე იგი უზრუნველყოფს, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ქალბატონო სოფია თქვენ აი ამ 4 რეკომენდაცია პირველი სამი გავიგე ამ 4 რეკომენდაციას ეთანხმებით რომ შესრულებული არის კი ბატონო გადავიდეთ შემდეგ რეკომენდაციებზე ბატონო გიორგი მადლობა
შემდეგი საკითხი უკავშირდება ქვეყნის გარეთ მივლინებასთან დაკავშირებულ დოკუმენტირების ნაკლოვანებებს. ქვეყნის გარეთ მივლინებიდან დაბრუნებული პირების მიერ იქ შემთხვევაში არ ხდებოდა წერილობითი ანგარიშების შედგენა მივლინებაში ყოფნისას გაწეული საქმიანობის და მიღებული სარგებლების შესახებ. ასევე სათანადოდ არ არის დასაბუთებული 21,000 ლარის ზენორმატიული და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან დაკავშირებული 24,358 ლარის ხარჯის გაწევის აუცილებლობა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის და კლასიფიკაციის ხარვეზებს ეხება შემდეგი მიგნება. კორპორაციის მიერ ოპტიმიზაციის გეგმები სამთავრობო კომისიისთვის არ არის წარდგენილი და შესაბამისად არ არის დამტკიცებული. ფაქტობრივად კორპორაცია დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან მიმართებით ფლობს 19 ერთეულით მეტ ავტომანქანას. ავტოსატრანსპორტო საშუალებები განპირობებულია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკუთვნით. ასევე კორპორაციის ავტომანქანათა კლასიფიკაციის წესი არ შეესაბამებოდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის პრინციპებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 121 დადგენილების მიზანი ავტოპარკის ოპტიმიზაციის და შედეგად სახსრების რაციონალურად ხარჯვის შესახებ არ იყო მიღწეული. შემდეგი მიგნება საწვავის ეხება. კორპორაციაში არ იყო დადგენილი ავტომობილებზე საწვავის ლიმიტების განსაზღვრის ერთიანი წესი. შესაბამისად არ ხდებოდა საწვავის ხარჯების გაანალიზება და ლიმიტის საჭიროების მიხედვით კორექტირება, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. ასევე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის ხარვეზები იყო გამოვლენილი. კორპორაციაში საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფდა საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შესაბამისად, არასამუშაო დროს შვებულების ან მივლინების პერიოდში სათანადო დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30,300 ლიტრი საწვავი. გავეცით შესაბამისად 4 რეკომენდაცია. საზღვარგარეთ მივლინების დროს გაწეული ხარჯების დასაბუთების მიზნით კორპორაციამ შინაგანა წესით განსაზღვროს თანამშრომელთა მიერ მივლინების ანგარიშის შედეგების და ზენორმატიული ხარჯების დასაბუთების დოკუმენტური ფორმით წარდგენის საკითხები. მეცხრე რეკომენდაცია ავტომობილების ოპტიმალური გადანაწილების და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად კორპორაციამ კომისიას წარუდგინოს ოპტიმიზაციის გეგმა, ასევე შესაბამისობაში მოიყვანოს ავტომობილთა კლასიფიკაცია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებთან. ნომერი მე-10 რეკომენდაცია ფინანსური სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით კორპორაციამ შეიმუშაოს საწვავის ლიმიტის გაანგარიშების წესი, რაც თავის მხრივ დაფუძნებული იქნება თვის განმავლობაში ავტომობილის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებისთვის გასავლელ საშუალო მანძილსა და ავტომობილის წვის ნორმაზე. ნომერი მე-11 რეკომენდაცია საწვავის ხარჯების დასაბუთებულად გაწევის მიზნით მიზანშეწონილია კორპორაციამ ავტოსატრანსპორტო უზრუნველყოფის ორგანიზების წესში გაწეროს განპირობებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე თანამშრომელთა შვებულების ან საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში ავტომანქანების გამოყენების საკითხი. მადლობა. მადლობა გიორგი. გთხოვთ გელბატონო. მოგახსენებთ რეკომენდაცია ნომერი 8, რომელიც ეხება საზღვარგარეთ მივლინების დროს გაწეული ხარჯების დასაბუთებას. ანუ ხარჯების დასაბუთების მიზნით კორპორაციამ შინაგანა წესით განსაზღვროს თანამშრომელთა მიერ მივლინების ანგარიშის შედეგების და ზენორმატიული ხარჯების დასაბუთების დოკუმენტური ფორმით წარდგენის საკითხები. მოგახსენებთ, რომ კორპორაციის შრომის შინაგანა წესით რეკომენდაციის საფუძველზე კორპორაციის თანამშრომლებს დაუწესდათ ვალდებულება, რომლის მიხედვითაც კორპორაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება საზღვარგარეთ მივლინების დასრულების შემდეგ გონივრულ ვადებში წარმოადგინოს საზღვარგარეთ მივლინების ანგარიში. მითითებული ვალდებულება რეგულაცია უკვე პრაქტიკაშიც დაინერგა და 2025 წლის აგვისტოდან კორპორაციის თანამშრომლები საზღვარგარეთ მივლინებებთან დაკავშირებით ახდენენ სამივლინებო ანგარიშების წარმოდგენას. რაც შეეხება კორპორაციის დირექტორებს, საზღვარგარეთ მივლინებების შემთხვევაში დირექტორების მიერ გენერალური დირექტორისათვის მივლინების შედეგების თაობაზე დაწვრილებითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულება გათვალისწინებული არის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2023 წლის 21 სექტემბრის ნომერ მე-7 საოქმო გადაწყვეტილებით დამტკიცებული კორპორაციის დირექტორთა საბჭოს შინაგანა წესით. ასევე აღნიშნავთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულ მინიმალურ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი კორპორაციის თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებისას სამივლინებო ნორმატიულ ხარჯებზე გადაჭარბებას. კორპორაცია საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში მომავალში მიიღებს ყველა საჭირო სათანადო ზომას, რათა ზენორმატიული ხარჯების შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული.
აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გახლავთ ატვირთული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და გახლავთ დადასტურებული. რეკომენდაცია ნომერი 9. ავტომობილების ოპტიმალური განაწილების და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად კორპორაციამ კომისიას წარუდგინოს ოპტიმიზაციის გეგმა, ასევე შესაბამისობაში მოიყვანოს ავტომობილთა კლასიფიკაცია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებთან. მოგახსენებთ, რომ რეკომენდაციის შესრულების უზრუნველსაყოფად საკუთარი საქმიანობის სპეციფიკისა და არსებული ავტოპარკის მახასიათებლების გათვალისწინებით ნომერი 121 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად კორპორაცია გამოხატავს მზადყოფნას მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება, რომელიც განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის ნომერი 266 დადგენილებით შექმნილ სამსახურებრივი ავტომანქანების სარგებლობის შესყიდვის და განახლების საკითხების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდება სათანადო დოკუმენტაციის ატვირთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში. რეკომენდაცია ნომერი 10. ფინანსური სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით კორპორაციამ შეიმუშაოს საწვავის ლიმიტის გაანგარიშების წესი, რაც თავის მხრივ დაფუძნებული იქნება თვის განმავლობაში ავტომობილის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებისათვის გასავლელ საშუალო მანძილსა და ავტომობილის წვის ნორმაზე. მოგახსენებთ, რომ თავდაპირველად გსურს აღნიშნოთ, რომ კორპორაციაში არსებული საქმიანობის მოცულობების, რომელიც ყოველთვის განმავლობაში იდენტური არ გახლავთ და რიგ შემთხვევაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის გათვალისწინებით, რომ კორპორაციის საკუთრებაში მფლობელობაში არსებულ ავტოსაგზაო სატრანსპორტო საშუალებებს ყოველთვიურად სხვადასხვა მანძილის გავლა უწევთ, რის გამოც ფაქტიური ყოველთვიური საწვავის ოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, თითოეულ ავტომობილზე საწვავის ლიმიტების ზუსტი ოდენობით განსაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რეკომენდაციის საფუძველზე კორპორაცია გასული პერიოდის სტატისტიკური მონაცემებისა და სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით განახორციელებს საწვავის არსებული ყოველთვიური ლიმიტების კორექტირებას. ამავდროულად, კორექტირებულ ლიმიტებზე განხორციელდება აგრეთვე მუდმივი მონიტორინგი, რათა მომავალშიც იქნეს უზრუნველყოფილი საწვავის ლიმიტების ობიექტურ საჭიროებებთან შესაბამისობა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და გახლავთ დადასტურებული. ბატონო, აქაც იგივე სიტუაცია არის. აი სად მორჩით თქვენ ქალბატონო? არა, ერთი რეკომენდაცია კარგი, დაგვრჩა. ფაზაში. მე-11 საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით. საწვავის ხარჯების დასაბუთებულად გაწევის მიზნით მიზანშეწონილია კორპორაციამ ავტოსატრანსპორტო უზრუნველყოფის ორგანიზების წესში გაწეროს განპირობებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე თანამშრომელთა შვებულების ან საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში ავტომანქანების გამოყენების საკითხი. ავტოსატრანსპორტო დებულებით განპირობებული ავტომობილი განმარტებულია შემდეგნაირად. განპირობებული ავტომობილი გახლავთ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე სამსახურებრივი მოხმარებისათვის. შესაბამისად, არსებული რეგულაციით უკვე არის შეზღუდული კორპორაციის თანამშრომლების მიერ განპირობებული ავტომობილით სარგებლობა არასამსახურებრივი პირადი დანიშნულებით მიზნობრიობით, მათ შორის შვებულებებში და მივლინებებში ყოფნის პერიოდში. მიუხედავად ამისა, კორპორაცია გამოთქვას მზადყოფნას ავტოსატრანსპორტო დებულებაში, ან ახალ დებულებაში, ამ თვალსაზრისით გაითვალისწინოს დამატებითი რეგულაციები. აქვე მიზანშეწონილად მიგვაჩნია დამატებით აღნიშნოთ, რომ არასამუშაო დღეებში ავტომობილში საწვავის ჩასხმა აპრიორი არ ნიშნავს ამ ავტომობილის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენებას. კორპორაციის შემთხვევაში საწვავის არასამუშაო დღეებში ჩასხმა ობიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული და დეტალური არგუმენტაცია აუდიტის მიმდინარეობის დროს იქნა მოწოდებული. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციათა ატვირთული გახლავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში და გახლავთ დადასტურებული. მადლობთ. ბატონო. აქ დამატებით ვერაფერს ვერ დავამატებ, ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ახლა რასაც ვხედავ, ამ სტილს მე დავარქვევდი თავისუფალი აღრიცხვის სისტემას, იმიტომ რომ ახალი სტილი ეს ალბათ, იმიტომ რომ სხვა შეფასებას ამას ნამდვილად ვერ მიცემდი რა.
ტერიასთან და აღრიცხვასთან არაფერი. და გარკვეულწილად გეთანხმებით, მაგრამ ნუ ახლა ამაზე საუბარს გითხარით, რომ სამართლებრივად სხვა ორგანო გაარკვევს, დანარჩენი ამ წუთში ეს გამოსწორებული არის. ეს ქალბატონო იგივე შეკითხვა მაქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, სტატუსი ამ რეკომენდაციების რა არის, ბოლო 4. ესე იგი 9 რეკომენდაცია არის შესრულებული 11-დან, რაც შეეხება 2 რეკომენდაციას, ეს მიმდინარეა და განხილვის ეტაპზეა. კარგი. მადლობა, სხვა შეკითხვა თუ არ არის? კი ბატონო, ძალიან. მე მინდა ეკონომიკის სამინისტროს მადლობა უთხრა, რომ ეს ყველა დებულებები გადააწოდა, მიცა, მაგრამ თხოვნა მექნება მასთან ასევე, რომ სკას კონტროლზე აიყვანონ ასეთი რაღაცები რო ხდება, ალბათ ახლა წავიდა ხელმძღვანელობა მართალია, მაგრამ იქ ადამიანები დარჩენ და ამას არ უნდა მიეჩიოთ ამ თავისუფალი აღრიცხვას, არ შეიძლება ეს არის წესი, კანონი, ბუღალტერია, არის ფინანსები, არის კანონი, არის მინისტრის ბრძანებულება და ეს ministris ბრძანებულება უნდა იყოს შესრულებული. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ გარკვეულ კონტროლზე აიყვანოთ გარკვეულ პერიოდამდე, რა თქმა უნდა, დაალაგდება მე, რომ ეს ყველაფერი იქნას გამოსწორებული და წავიდეს ისე, როგორც არის წესი და რიგი და როგორც არის აღრიცხვა ანგარიშგება ქვეყანაში. მადლობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით, მადლობა ყველას. ბრძანეთ რას თქვენთ. მადლობის გადახტავინდო და ბატონი. თქვენთვის და აუცილებლად გავითვალისწინებთ რასაკვირველია, მინდა აღვნიშნო და დაგიდასწოროთ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ჩვენ საწარმოსთან, სადაც ხდება მსგავსი რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, განხორციელების შემოწმება და მონიტორინგი ჩვენი მხრიდანაც და რასაკვირველია, ახალი მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, მოცემულობით ეს დღე პირველიდან ხდება ამ საკითხების ძალიან სერიოზულად განხილვა. ყველას დიდი მადლობა, საკითხი ამოწურულია და დასრულებულია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.